მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. ანაკლიის სპორტს სრულად სახელმწიფო ააშენებს, თუმცა პროცესში ჩართულები იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორები. გადაწყვეტილება ობიექტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე მიიღეს. სახელმწიფო დარჩება საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და ის თავად უზრუნველყოფს მის განვითარებასა და მართვას. საკითხზე დილიდან ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ლენდლორდის მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას ანაკლიის სპორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც სპორტში ტვირთების მოზიდვისა და შესაბამისად მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის. საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას. ანაკლიის სპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების თემაა. აუცილებელია საქართველოს გამოიყენოს ის საერთაშორისო შესაძლებლობა ეგრეთ წოდებული ტრამპის გზის გაგრძელებად სომხეთსა და აზერბაიჯანს შემდეგ, რომ არ იყოს ჩაკეტილი დერეფანი და შავი ზღვა გახდეს ამიერკავკასიის კარიბჭე და ამ კარიბჭის გასაღები იყოს საქართველოს სახელმწიფოს ხელში. ამისთვის საჭიროა, რომ საქართველოს გამოთქვას საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ ეროვნული ძალები, გამოითქვა სურვილი, რომ ამიერკავკასიის სამივე სახელმწიფო ჩართული იყოს ამ პორტის აშენებაში. ამ ტიპის მოდელები არსებობს და ჩვენ ვიცით არაერთი უსხვილესი საერთაშორისო პორტი, რომელიც ამ მოდელით ოპერირებს. ცოტა უცნაური იყო, რატომ გააკეთა ქალბატონმა მარიამ ქრივიშვილმა მინიშნება მხოლოდ შუა აზიის ქვეყნებზე, ჩინეთზე და აზერბაიჯანზე, როდესაც აქ შეიძლება ინვესტიციები განახორციელონ დასავლურმა ქვეყნებმაც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მაგალითად ევროპულმა ქვეყნებმა. უშუალოდ რა მოდელზეც ჩამოყალიბდა სახელმწიფო და რა მოდელითაც განვითარდება ეს ყველაფერი სახელმწიფოსთან ერთად აძლევს ყველა ჩვენ პარტნიორს, ყველა ჩვენ მეგობარს იმის საშუალებას, რომ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე ისინი შემოვიდნენ ამ პროექტში და თავიანთი ინტერესების მიხედვით განავითარონ სხვადასხვა მიმართულება. საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს ჰააგაში 8 ივლისს უყრიან კენჭს. დოკუმენტის მთავარი ინიციატორი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯო უილსონია. ეუთო საპარლამენტო ასამბლეის საიტზე გამოქვეყნებულ რეზოლუციაში ის საკითხებია ჩამოთვლილი, რის გამოც საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს. მათ შორის საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე გაყალბების ნიშნებზე, ასევე ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის საარჩევნო უბნებზე ხელის შეშლის ფაქტების შესახებ. რეზოლუციის პროექტში ასევე წერია, რომ ეუთო საპარლამენტო ასამბლეა გმობს ბოლო პერიოდში საქართველოში მიიღებულ კანონებს. დოკუმენტს აკრიტიკებს საქართველოს დელეგაცია, რომელიც ჰააგაში იმყოფება. მათი შეფასებით აღნიშნული აბსურდული ბრალდებების ერთობლიობაა. ქართული მხარე ყურადღებას ამახვილებს მოსკოვის მექანიზმზეც. ეუთო ახორციელებს და ახორციელებდა 2024 წლის არჩევნების ობზერვაციას. იყო ძალიან მწვავე, კრიტიკული, ძიმე დასკვნა. რეზოლუცია შეეხება იმ რეპრესიასა და ტერორს, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ მედიას, საზოგადოებრივ ჯგუფებს, აქტივისტებს ეხება. რეზოლუციაში მოყვანილი ფაქტები არის სიმართლე. და ფაქტი ერთია, რომ განსაკუთრებით ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ოცნების პირობებში საქართველოში გვაქვს დემოკრატიული უყურსვა და საქართველოში არ არის დაცული ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ეს არის ფაქტი. და ამაზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, არის მხოლოდ და მხოლოდ ოცნება. ესეთი ტენდენციური რეზოლუციები მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ინსტიტუტების სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს აზიანებს და იმედი მაქვს, რომ ეს ბიუროკრატები საბოლოოდ გაანალიზებენ, რომ მსგავსი საქმიანობები ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს შეცვლიან, ხოლო საკუთარ საქმიანობაში მძიმე ეპიზოდებს ჩაიწერა. კომპანია კერხერმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში მორიგი აქცია ოზურგეთში გამართა. გერმანული ბრენდის პროფესიონალურმა გუნდმა სპეციალური მაღალი წნევის წყლის ჭავლის ტექნიკა ამჯერად ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის კიბეების დასასუფთავებლად ჩამოიტანა.
ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით ისტორიული ნაგებობის კიბეებს პირვანდელი სახე ქიმიური დანამატების გარეშე ეკოლოგიურად სუფთა მეთოდით დაუბრუნდა. კულტურული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ლოკაციებზე ზრუნვა კერხერისთვის უკვე ტრადიციად იქცა. გურია ბრენდისთვის ნაცნობი მარშრუტია. კომპანიამ ახლო წარსულში ლანჩხუთში გადარეული გურულის ცნობილი ძეგლი ასევე თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით დაასუფთავა. ბრენდის ეკომეგობრული დასუფთავების ტურნე საკმაოდ ინტენსიური ტემპით მიმდინარეობს. კომპანია კერხერი უკვე 10 წელია ჩართულია კორპორატიულ სოციალურ კამპანიებში. კამპანიის ფარგლებში ჩვენი გუნდი წელიწადში რამდენჯერმე ასუფთავს სხვადასხვა ისტორიულ ადგილებს, რომლის მიზანიც არის, რომ ჩვენს ისტორიულ ძეგლებს შეუნარჩუნოთ პირვანდელი სახე. დღეს ვიყავებით ოზურგეთში დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვაგრძელებთ ჩვენი კორპორატიული კამპანიას. კამპანია მოიცავს თეატრის მიმდებარე ტერიტორიის გადარიცხვას. ჩვენ დავასუფთავებთ და დავუბრუნებთ პირვანდელი სახის თეატრის მიმდებარე ტერიტორიას. ნადები, რომელიც აქ არის, მოიცავს ხაოსს და ძველ დაბინძურებას. ყველაფერს კი კერხერის მაღალი წნევის სარეცხი აპარატით HD 83-ის მეშვეობით მოვახერხებთ. ოზურგეთამდე გასულ პარასკევს კერხერის გუნდი ქუთაისს სტუმრობდა. უახლოეს დღეებში კი სპეციალური ტექნიკა გეს საქართველოს სხვა რეგიონებისკენ აიღებს, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს ლოკალური მემკვიდრეობისა და საზოგადოებრივი სივრცეების იერსახის შენარჩუნებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გამოძიებით დაადგინდა, რომ წარსულში ქურდობისთვის არაერთ გზის ნასამართლებმა პირმა თანამსწრაფხელთან საქართველოში დროებითი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ერთად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კურორტ გრიგოლეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის მოპარვას ცდილობდა. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ბრალი 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარი ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში დააკავეს. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და გავრცელების ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ბრალი 20 წლამდიან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. ხვალისთვის ნავარაუდებ ტემპერატურას გაგაცნობთ. ოზურგეთში დაბალი იქნება შედარებით ტემპერატურა და დაფიქსირდება 22 გრადუსი, რაც შეეხება ლანჩხუთში სინოპტიკოსები ვარაუდობენ 27 გრადუსს. ჩოხატაურში მოსალოდნელია 25 გრადუსი სითბო, ურეკში 26 გრადუსია მოსალოდნელი, ბახმაროში 16, ხოლო დედაქალაქში 28 გრადუსი. დღეისათვის ეს გახლავთ ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.